ხვალ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც კომისიის დასკვნის პროექტს დაამტკიცებენ. სხდომა 11 საათზე გაიმართება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომაზე განსახილველი საკითხია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება. კომისიაზე დაბარებული პოლიტიკურ ლიდერებად წოდებული ადამიანები მზად არ იყვნენ გაეცათ შეკითხვებზე პასუხი, შეკითხვები საკმაოდ მძიმე იყო და იმ დაწერილი სცენარის მიხედვით ამჯობინეს პასუხისმგებლობის წინაშე დადგომა. თავარი დასკვნა მაინც შეიძლება გავაკეთოთ. ქვეყანას მართავდა სადისტური რეჟიმი და სადისტური მართვა იყო სისტემური. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ კომისიის დასკვნა არ იქნება და ველოდები რომ ასეთი დასკვნა იქნება, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს საკმაოდ კაფეო და ოფიციალური გადაწყვეტილება, რასაც რასაკრული ვერაფერს ვერ დაუპირისპირდა. მესამე, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა შეიძლება არ მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ კი რაღაც გარკვეულ კონსპირაციულ იდეებს არ დაექვემდებარებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობა.